დილამშვიდობისა, მოკლედ, აი ესეთი მოლით დავიწყებ ჩემს დილას და ჩემს საყურეებს აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემი ნატრიუმის ფონზე. აი იმედია ჩანს. ისეთი კარამელოები ვარ მეც. დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი დღის რუტინის შესახებ. ეს არის პლაზა დე ტორო. ვარ მადრიდში. ძეგლია კიდევ. მოგეხსენებათ ტოროზე შეყვარებული ესპანელები. ესპანელების ამბავი. ის ჩემი საყვარელი ნადისხია, რომელიც მოსმინათებს ყოველ დილას. მახარებს და მობედნიერებს. ესე დავდგები ხა მაგასთან. რა შევშალო ხელი. საყვარელი ტოროს მოედანი და კიდე მინდა ნაძვისხე ჩვენი საყურეებით. ხო, ნაძვისხე საყურეებს გავიკეთებ. ახლა გავაგრძელებ ჩართვას. ეს მიყვარს ძალიან. იმედია საქართველოში დადგავდნენ უკვე ან დაიდგმება ესეთი შუბნიშნები, რომ ხმით რომ განიშნებს, როდის შეიძლება რომ გადახვიდეთ და როდის ანთია წითელი. ნუ რა თქმა უნდა, ეგ უსინათლოებისთვისაც არის და დღევანდელ დღეს მე მგონი წინ არავინ აღარ იყურება. თვალებში იყურებიან, მაგრამ წინ არავინ არ იყურება. ჩემი ჩათვლიდან მოვდივარ გზად და ტელეფონში ვარ. პირდაპირ ეთერშია თუ რაც ქვია მაგას. და ისე მე კომფორტულება ეს ჩათვლა რა, რომ მოდიხარ გზაში და გზად და გადასასვლელი როცა გიწევს ხმით გამცნობს, რომ როდის უნდა გადახვიდე და როდის უნდა გაჩერდე. აი ეს ტიუ. ხო, ანუ როცა უკვე აჩხარებულია გეუბნება რომ უნდა გადახვიდე, როდესაც უკვე შეანელებს უკვე ყვითელიანთია და თუ ხმას არ გამოსცემს, ესე იგი წითელი. ანუ რა მე მგონი ყველგან ერთი და იგივე არ იქნება. ან კაფეში დავდივარ ყოველდღე და მივიწევ ყავას. არა ბიჭოს, აი ესეთი ძალიან სასიამოვნო გარემოა შიგნით. ეს ხახა დავიდებ. სასიამოვნო გარემოა, მშვიდი, წყნარი. ხო, როგორი მეუბნება რომ შენ ეს რა ქვია მუშაობ თუ კაფეში დავიხარ და ყავასო. ზოგი არა, ძალიან ახლობები. აი ჩემს ოჯახის წევრებს რომ ვაჩვენე სადაც დავდივართ ხოლმე. გაუკვირდათ ძალიან. აბა ისა რა ქვია იღლებით ამსახურშიო. ხო. ხოდა ესე კინოდის ფეთქი მაინც მოჩანს. აი ისე მიხარია ხო. ესპანეთის თავრობამ გაიხაროს მაგის დადგმისთვის 20 ოქტომბრიდან დგას ფოტოშოპის. აი რა ოდესაოცარი არ უნდა იყოს. მაგრამ რა გავაკეთო მე რომ დავინახავ, აი სიხარული მემატება, ბედნიერების სინი ჩნდება პეპლები ჩემ შიგნით. რომ ძალიან მიყვარს თბილისში ხალწელი და კაფეზე უნდა მივიყვეთ. წეს სადა ბაზარში როებით გავაგრძელებ აუცილებლად. Ja, gracias. კაი მომგაგიღო. სადა ბაზარში შემოხვდი. აუცილებლად ეკავს არს. ეს წესი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა კორპუსთან და სოფლებშიც. მართლა, ანუ სხვა ადამიანი შემოვა. ეს ძალიან კარგია. ხო, ავიდეთ და განახეთ კიდევ ჩემს სილამაზეს და მე შევუდგები სამსახურს. და რა ვარქიო სამწელი მაინც რა ვიყავი.
მოდით სამხრეთით, ну აი არ ვიცნობ დაბადებაზე, ესტონიაში მოვიდოდეს. Zadeva mardiva და ესე როგორც ვიდეოში ჩანს ჭრიცა მოძრდილ კარტოფილს წვრილად და ხავს. ამ ყველაფერს ვათავსებთ ზეთში, სამაუბრალო ზეთში მოვშუშოთ პირველად ხავი, შემდეგ კარტოფილი, ვაზავებთ მარილი და შავი პერიცით და დაფხული შავი წიწაკით. და ვუალა, შემდეგ ამ ყველაფერს ვამატებთ კვერცხს, ცალკე ვтвიფავთ კვერცხს, ამ უკვე მოშუშულ კარტოფილს გადმოვიტანთ აი ამ კვერცხის მასაში, როგორც ახლა ამ თვითას დაემთხვა ჩემი ვიდეო, ჩემს მონაპოვს. ამოვურეთ შევაერთებთ ანუ კვერცხთან ერთად და ვაცხობთ ტაფაზე, აი ნახეთ, ჩვეულებრივი ზომის ტაფა უნდა იყოს, უკვე გაცხელებული რა თქმა უნდა. ვასხავთ ზეთ, შემდეგ ზეთ გამოვაცხობთ ამ მასას. შემდეგ ამოვაგონოთ უნდა ფეფშის მეშვეობით, მაგასაც ნახავთ. უბრალოდ ველოდებით, რომ დაბალ სიცხოზე ვაცხობთ და რომ ასე ვთქვათ გამოწვეს სქელია, ხო? ახლა ეს მასაში ვთქვათ ეხნებათ რა ვიცი უბრალოდ ისე ვთქვათ. აი მე და კულინარია ცოტა შორის გავართ, ანუ უფრო მიყვარს ისეთი კერძები, რაც მიყვარს და გამომდის და უკვე მაქსიმალურად ვეცადე რომ სწავლა ეს ესპანური კერძებით და არ ვიცი გამომივიდა სხვათა შორის. ეს თავს იმით ვაფარებ, რომ ზედა მხარე მოშრეს რა კვერცხს. სულ დაჭირდება გამოცხობის დრო ალბათ 6-7 წუთი, ძალიანაც არ გამოვიწყეთ. საერთოდ ესპანელებს უყვართ ოდნავ უმი. აი ხორცით, თევზით, საჭმელი რა, ასე ვთქვათ, მზასაჭმელი, როცა ჩვენ ხო გვიყვარს რაღაცა ძალიან გამომშრალი, კარგად გაკრუტუნებული. ამათ არა. ესეთი კერძები უფრო მოსწონთ და ესე შემდეგ თეფშს დავაფარებ ზემოდან, ამოვატრიალებ ამ მასას და შემდეგ მეორე მხრიდან გამოვაწყობ. ეს ზეთია, რომელსაც არ გადავაქცევ და ამას გამოვიყენებ კიდევ რამოდენიმეჯერ უკვე ალბათ 3-4 გავაკეთე სტორია და პატატა ამ ზეთით. ხო, არ გაგიცინოთ ეგეც. ესპანელებს ესე ვთქვათ, ზეთის რამოდენიმეჯერ გამოყენება, რაოდენს გასაკვირიც არ უნდა იყოს. ეგეც გამიკვირდა და შენახული აქვს აი ზეთი ხორცისთვის, ზეთი თევზისთვის, ამ რომელში იყენებენ რა, ზოგადად ცალკე. და მე მაგაში შუშავენ, აწავენ კარტოფილისთვის მაგას. აი ეს განვაგუნე ეს მასა და ახლა მეორე მხრიდან დავაბრძანებ, რომ შეიკარგოს. ძალიან მარტივია, ზოგი ამატებს შიგნით. ახლა ამას აქვს მარტო ხახვი, ერთი თავი ხახვი და 4 ცალი, 5 ცალი კარტოფილი. კვერცხით შესაბამისად 4-5 ცალი.
დანარჩენ ოთახებს აღარ ჩავწერ. თქვენს დაიღალეთ და მეც. გადავიდი სხვაგან. სახლი დიდია. მოკლედ, ჩემო კარგებო, აბა, დასრულდა ჩემი დღეც. უკვე დაღამდა. ასეცი ის არის, რომ ღამე გავდივარ, ჯერ კიდე როცა თენდება, ანუ ბნელა. და ეხლაც დაბნელდა და მივდივარ სახლში. მაგრამ არა უშავს. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ კარგი განწყობა და ღიმილი. ხო და ესე რა. იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან მალე გადის. ცოტა ცივა და შეიწვიმა. ხო და ეს ჩემი ქოჩორი ხანით მდის და ხანახით. ეხლა სხვაგვანში ვარ. ანუ ეს ხი შევცვალე. მართლა ეგ აღარ მithქვამს, უბრალოდ როცა მოვდიოდი, სწორად შევდიოდი ამ მეორე სახლში, ძალიან წვიმდა და ტელეფონს ვერ ამოვიღებდი ვერანაირად. ასე რომ ახლა გამოსვლის დრო დავაფიქსირე. აბა ისურვებთ საინტერესო ცხოვრებას. თუ ის არ არის საინტერესო, შენ თვითონ უნდა გახადო საინტერესო. ყოველ შემთხვევაში შენთვის მაინც გახალისო. აბა დავედით, ხა მეტროში ჩავალ. იქნება დიდებ კაი მგზავრობა და ესე. აბა კაი მგზავრობა თქვენ. აბა დროებით. აბა ის ბოლოა. ეხლა აქ მიდის საქმე. ასე რომ ორიანი შემდეგ უნდა დარჩენ ადეკვატური ბედა სიყვარულისობრად. წყილად და ჭიაჭველად რა ვიცი. აბა ეხლა სახლში დავიწყეთ ლაგება. ეს კი თავისით გადაგდება.